მოგესალმებით შუა დღე მშვიდობის ჩემო ძვირფასებო კვირის ბოლო დღე სამუშაო ბოლო დღეს მუშაობას იწყებს შუა დღე ერთულოვნებაზე 2:30-ია და ია ბედოიძე მე ირაკლი ალფაი თქვენთვის საათ ნახევრის მანძილზე ვიმუშავებ შუა დღე მშვიდობის ყველას მოგესალმებით დღეს როგორც ირაკლიმ თქვა არის ჩვენთვის კვირის ბოლო სამუშაო დღე და ბუნებრივია რომ დღევანდელი პარასკევის ერთ-ერთი ნაწილიც დაეთმობა ჩვენთან ერთად თანაწამყვანს ანინას გაიძე უკვე იმსადება შეთქვა და ირაკლი და ერთად გავიგებთ უკვე მესამე ნაწილში თუ რა თემები მოგვიმზადა და რაზე ვისაუბრებთ. მანამდე კი ძალიან საინტერესო სიახლით ვიწყებთ. შუა დღეს პირველად სახელმწიფო სკოლები დედაქალაქის ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდება. ამ საკითხებზე გუშინ თბილისის საკრებულოში გამართულ განათლებისა და კულტურის კომისიის ხდომაზე იმსჯელეს, სადაც დეპუტატებმა ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებული პროექტები განიხილეს. თემაზე უფრო ვრცლად ჩვენი სტუმარი. თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი თამარ ტალიაშვილი გვესაუბრება. მოგესალმებით ქალბატონი თამარ და დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორც უკვე თქვით, დასაწყისში პირველად ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სრულად დაფინანსდება დედაქალაქის ბიუჯეტიდან სახელმწიფო სკოლები. და ისიც გავმართოთ საუბრის დასაწყისში, რომ სახელმწიფო ამ პროექტის ბენეფიციარი იქნება 9000 მოსწავლე და 1700 პედაგოგი. ეს არის მართლა ძალიან სასიხარულო ფაქტი, იმიტომ რომ ბევრ მათგანს ჰქონდათ ფართის პრობლემა, როგორც ვიცით, იყო იჯარის გადახადიდან მეტნაკლებად დაუფინანსდებათ, მეტნაკლებად კი არა და სრულად დაუფინანსდებათ და ვისაც ვთქვათ იჯარის პრობლემა ჰქონდა, ალტერნატიული ფართებზე მიდის საუბარი, რომ უნდა გამოეყოთ მათ. ვისაუბროთ ამაზე უფრო ცალად. კი ბატონო, მოგესალმებით. პირველ ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს და დიდი პატივია თქვენს გადაცემაში და თქვენს არხზე ყოველთვის ჩვენთვის მოსვლა და აყოფნა თქვენთან ერთად. რა თქმა უნდა, ზოგადად უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ წლების განმავლობაში ხდებოდა სახელოვნებო სწავლების და კონკრეტულად კი სახელოვნებო სკოლების შევიწროვება. მათ შორის 2007 წლიდან რამდენიმე სახელოვნებო სასწავლებელი იქნა დაკეტილი და ერთ მაგალითსაც მოგახსენებთ, რომ მაგალითად მე-7 სახელოვნებო სკოლა, როცა ჩვენ ახალი მოწვევის საკრებულომ დავიწყეთ მუშაობა, აღმოაჩენთ, რომ რამდენიმე თვეში ღიაც ის ქვეშ რჩება ხორაშვილის სახელობის სწორედ და პრაქტიკულად მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე კვირა პრაქტიკულად მართლაც არ მიძინია, რომ ეს პრობლემა ჩვენ უნდა მოგვეგვარებინა და რეალურად ჩვენ მოვძებნეთ საკმაოდ საინტერესო ფართი 400 კვადრატულზე მეტი, სადაც ეს სკოლა ან წყვეტის გარეშე გააგრძელებს მუშაობას. აქ 180-ზე მეტი მოსწავლე და 60-მდე პედაგოგი არის დასაქმებული. ანუ ყველა ეს ადამიანი რჩებოდა პრაქტიკულად აი ესე ჭერის გარეშე. შესაბამისად, ეს არის კომპლექსი ზოგადად, აი გუშინდელი საკრებულოს კომისიის სხდომაც სწორედ ამას ეთქმებოდა, რომ სახელოვნებო მიმართულებით ჩვენ გავაძლიეროთ სახელმწიფოს მხარდაჭერა და ეს რატო არის მნიშვნელოვანი. ზოგადად მინდა იმასაც ვისაუბრო, რომ მოგახსენება ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა არის და ჩვენი ბიუჯეტიც არის ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ძალიან აქტიური, პრიორიტეტული. და რაში სჭირდება, ესე ვთქვათ, გაჭირებულ ადამიანს ხელოვნება. ხო, ამას ხშირად არის ამაზე საუბარი, რომ ხელოვნების დაფინანსება, მხარდაჭერა რამდენად არის ეს მნიშვნელოვანი. იქნება ეს არ არის პრიორიტეტი. რეალურად მინდა გითხრათ, რომ ხელოვნების განვითარება ხელს უწყობს ასევე ადამიანებს, რომ მათ თავისი ნიჭი გამოავლინონ და დასაქმდნენ აი ამ სფეროში. როდესაც ჩვენ ვაძლევთ საშუალებას სახელოვნებო სკოლის დამამთავრებელს, რომ ის დაახელოვნდეს, გაძლიერდეს ამ მიმართულებით, მას შეუძლია თავისი პროფესია მოძებნოს. ეს ამითარებს ინსტრუმენტალურ მუსიკას, მათ ეძლებათ საშუალება ასევე იგივე ინსტრუმენტების დამამზადებლების, აი მთლიანად, აი მეწარმეობის ამ სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. თუ არის მაგალითად უკვე დაგეგმილი რამდენი გამოიყოფა თანხა ამ ყველაფრისთვის? დიახ, კონკრეტული თანხები ბუნებრივია ბიუჯეტში ჩვენ გავწერეთ და მიგვაჩნია, რომ ეს არის მიზნობრივი დაფინანსება და ჩვენ კონკრეტულ ეფექტს და კონკრეტულ შედეგს ველოდებით აქედან გამომდინარე. რეალურად უნდა არსებობდეს ხელოვნებაში კრიტერიუმები, რომელიც განსაზღვრავს მიზნობრიობას ამ თუ იმ აქციებს. მაგალითად, ასევე ამ წლის ბიუჯეტში ჩვენ ჩავსვით ძალიან საინტერესო ღონისძიება. ეს არის კულტურული მეწარმეობის ფესტივალის ან კულტურული მეწარმეობის კვირეულის მოწყობა. და ესეც გამიზნულია რისთვის, რომ ქალაქში არსებული ტრადიციული სახელოვნებო
გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებები აღორძინდეს, ჩვენ ხელი შეუწყოთ იგივე ქართული ტრადიციული კოსტიუმი, იქნება ეს მინანქარი, თექა, რეწვა, ეს ყველაფერი რაც არის ტრადიციული კულტურული მიმდინარეობები, მათ შეუწყოთ ხელი, იმიტომ ესეც არის რეალურად დასაქმებისკენ მიმართული ღონისძიება და არა მხოლოდ კულტურისთვის. ქალბატონო, თუ შეიძლება რომ ამოვწუროთ ის საკითხები, რომელიც სახელმწიფო სკოლას ეხება და ან ჩამოგვითავოთ მაგალითად რომელიც შეეხება ეს ყველაფერი. კი ბატონო, ეს შეეხება 34-ივე, ეს შეეხება ყველა 34 სახელმწიფო სკოლას, რომელიც თბილისში არსებობს. რომელიც არის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში. თუ მოხდება, თქვათ, ხელშეწყობა სახელმწიფო სკოლის, ანუ თუნდაც ანგარიში წლის ბოლოს, რომ ამ ადამიანებმა მოაწყონ თავიანთი ნამუშევრების გამოფენა, იგივე როდესაც მუსიკაზე არის ლაპარაკი, კონცერტი ან იგივე რეწვა. საანგარიშო ღონისძიება წლის ბოლოს, რომელიც ალბათ ყველა მუსიკალური სასწავლებლის სახელმწიფო სკოლისთვის არის აუცილებელი. მე მოგახსენებთ, რომ ეს ძალიან საინტერესო კითხვაა და აქვე შემიძლია კონკრეტული პასუხი გითხრათ, რომ გასულ საკრებულო უმასპინძლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს, რომლებიც ხელოვნებით არიან დაინტერესებულნი და მასპინძელი იყო სწორედ ჩვენი სახელმწიფო სკოლის მოსწავლეები და მათ შორის ერთ-ერთი სახელმწიფო სკოლის, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ თამაზ მოლაშვილი, მისი ხელმძღვანელობით ორკესტრი, ჩვენ ესე ვთქვათ, მინი ბიგ ბენდი ყავს სახელმწიფო სკოლაში და უმაღლესი დონის შემსრულებლები არიან. ეს ძალიან ნიჭიერი მოსწავლეები ყავს ამ სამუსიკო სკოლას და სიმბოლურად ახსენეთ ქალბატონ თამარ უკაცრავად გაწყვეტნებ, ჩვენ სპეციალური რუბრიკა გვაქვს პარასკევს დღეს, ანუ დაემთხვა დღევანდელი დღე, როდესაც ვსაუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაციაში და თანაწამყვანი ჩვენი ანინა ზღაიძე, რომელიც ემზადება სტუდიაში შემოსასვლელად, მაყურებელს ვეთქვი, რომ მესამე ბლოკში შემოგერთდება და უკაცრავად რომ გაგახსოვდეთ, ვერ შევიკავეთ თავის ემოცია რომ ამ თქვა. ძალიან სამწუხაროდ თქვენ სწორად ახსენეთ ინტეგრაცია. რა თქმა უნდა ის რომ ხედავენ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები, რომ ისინი არიან ესე ვთქვათ აბსოლუტურად თანასწორნი და მათ შეუძლიათ ეს უსინათლო ბავშვთა ნახატების გამოფენაც მოვაწყვეტ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და რეალურად მათი ნიჭის გამოფენას ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ და ესე რომ ეს ღონისძიება ესე ვთქვათ იყო კონცერტი, ასევე თეატრალური წარმოდგენა ჩვენი ერთ-ერთი სახელმწიფო სკოლის ბაზაზე არსებული თეატრალური დასის მოსწავლეებმა პერფორმანსიც გააკეთეს და ეს ასევე შეიძლება ითქვას, რომ წლის დასაწყისში იყო გარკვეული ანგარიშიც და მიღწევების დანახვა და არ მარტო დანახვა, არამედ ინტეგრირება ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისა აი ამ ერთიან სახელოვნებო გარემოში და სივრცეში. ქალბატონ თამარ, ასევე იყო საუბარი, როგორც ვიცი, პანთეონის თემაზე, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? დიახ, ესე იგი რეალურად ჩვენ როგორი სიტუაცია გვაქვს კეთილმოწყობა პანთეონებისა, ეს არის საქმე არა მხოლოდ პანთეონის, არამედ მთლიანად საზოგადოების, იმიტომ რომ დიდუბის, მთაწმინდის თუ სხვა პანთეონი, მისი დანიშნულება არის არა მხოლოდ ის რომ ასე ვთქვათ, იქ არიან დაკრძალული, ცნობილი და დამსახურებული ადამიანები, არამედ ამას ასევე საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს. და ამიტომ ჩვენ კეთილმოწყობაში მოვიაზებთ ასევე პოპულარიზაციის ღონისძიებებს, იგივე ტურისტულ მარშრუტებში ჩართვა ამ პანთეონების და სხვა ბროშურა იქნება თუ სხვა საინფორმაციო ბუკლეტებში აუცილებლად აი ამ ინფორმაციის მიწოდება. გაგრძელეთ და შემდეგ ერთი კითხვა მაქვს. დიახ, აი კონკრეტულად ასევე ჩვენ საუბარი ვქონებთ თაწმინდის პანთეონის კეთილმოწყობით სამუშაოებზე და სხვა მიმართულებით ჩვენ გვინდა რომ აი პანთეონის როლიც კულტურის ნაწილში იყოს გაძლიერებული. კეთილმოწყობაში რა იგულისხმება თუ შეიძლება ესეც რომ დაგვიგო? კეთილმოწყობაში იგულისხმება შესაბამისი შეკეთებითი სამუშაო იქნება იქ აბრეშის შეკეთება თუ სხვა ნებისმიერი რაც ეხება ინფრასტრუქტურულ ესე იგი მოწყობას და კეთილმოწყობას აი ამ ადგილის პოპულარიზაცია კი ეხება როგორც მოგახსენებთ ტურისტულ მარშრუტებში მათ ჩართვას და აი ამ მიმართულებით ჩვენ ზოგადად მინდა გითხრათ რომ ჩვენ შესაბამისად თხოვეთ მერიას წინადადებით მიმართეთ რომ ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს სტრატეგიის შემუშავება ხელოვნების და კულტურის ნებისმიერ სფეროში რათა ეს ობიექტები განვითარდეს ისე რომ ისინი თანამედროვე კულტურულ სივრცეში მსოფლიო კულტურულ სივრცეში ჩაეწეროს იმ ახალ თანამედროვე ტენდენციებს უპასუხოს რაც რეალურად მსოფლიოში მიმდინარეობს. ასევე ძალიან საინტერესოა ერთი თემა რომ გასაგებია ჩვენ თბილისით შემოვიფარგლეთ თქვენ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ბრძანდებით, მაგრამ ხომ არ არის კონსულტაციები თქვა სხვა დიდი ქალაქების საკრებულოებთან რომ
მსგავსი ინიციატივა მათაც აიღონ თავზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ რეგიონებში, დიდ ქალაქებში, ქუთაისში, თბილისში, თელავში არის სახელმწიფო სკოლები, რომლებიც პრაქტიკულად განადგურების პირას არის, იმიტომ რომ მათ არ აქვს დაფინანსება, არ აქვს ხელშეწყობა არანაირი სახელმწიფოს მხრიდან და უწევთ ფაქტურად ენთუზიაზმზე მუშაობა, ძალიან დაბალ ხელფასებზე მუშაობა პედაგოგებს. აი ამ კუთხით ხომ არ მიდის სამუშაოები, რომ თბილისის მაგალითი გაიზიაროს თქვათ იგივე დიდმა ქალაქებმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით არის. მე მოგახსენებთ, რომ საქართველოში არსებობს თვითმმართველობათა ასოციაცია, რომელიც მუშაობს მთელი რიგი ესე იგი აქტივობების გაშლაზე საქართველოს ყველა რეგიონში. მაგრამ ალბათ არ იქნება სწორი რომ არ აღვნიშნო, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა კულტურის სტრატეგიაზე მომუშავე კონფერენცია და რაც სწორედ გულისხმობს რას, რომ მოხდეს თავმოყრა ყველა იმ პროექტის და ყველა იმ გასაკეთებელი საქმისა, რომელიც უნდა ჩაჯდეს ერთ მთლიან სახელმწიფო სტრატეგიაში კულტურის მიმართულებით. სამწუხაროა, რომ აქამდე, აი ამდენი წლის განმავლობაში არ იყო ფიქრი იმაზე, თუ რა ერთიანი კულტურული სტრატეგია, რა ხედვა უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს კულტურის მიმართულებით. ძალიან რთულია, როდესაც ქაოტურად ხდება განვითარება ამ თუ იმ დარგისა. ეს განსაკუთრებით თვალჩინო არის ხოლმე სწორედ კულტურის სფეროში, იმიტომ რომ ყველა კულტურული ღონისძიება არის თვალხილული, არის საჯარო, გინდა არ გინდა, ამისი თანამონაწილე ხდება მოქალაქე, ხო? ამიტომ დღეს გაიხსნა აი ეს სერიოზული კონფერენცია და ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა დაიწეროს კულტურის სტრატეგია. და რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიაში გაიწერება ყველა ის ობიექტი, ყველა ის პრობლემა, რაც არის და როგორ უნდა მოგვარდეს, რა მიმართულება უნდა ავიღოთ. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს უფლება, რომ გავჩერდეთ, ვიდრე ახლა ეს სტრატეგია იქნება შემუშავებული, მაგრამ უკვე კარგია, რომ თავმოყრა მოხდება პრობლემების, მათი გადაჭრის გზების და უკვე ყველაზე საუკეთესო ეფექტური მიზნები იქნება, სვლა იქნება ეფექტური გზებით აი ამ დასახული მიზნებისკენ. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, როგორც ვიცი, იყო საუბარი ქართველ მეფეთა პოეზიის შესახებ და ერთი კრებულის გამოცემის შესახებ. მე არ ვიცი, გვაქვს თუ არა ესეთი სრულყოფილი კრებული, რომელიც აი ამ მარგალიტებს, შეიძლება ვთქვათ, აერთიანებს და ძალიან საინტერესო თემაა და მე მგონი, რომ ეს დაფინანსდება როგორც. ესე იგი, მოგახსენებთ განათლებისა და კულტურის კომისიას მომართა ამ საინტერესო პროექტით მოქალაქემ და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ იმას, რომ აი ესეთი სწორედ მარგალიტების ძალიან საინტერესო პროექტები არ დარჩეს ყურადღების გარეშე და ჩვენ განვიხილეთ, ეს მართლა ძალიან საინტერესო პროექტი არის და გეტყვით, რომ ეს ითვალისწინებს ქართულ ბაგრატოვან მეფეთა ესე იგი პოეზიის თარგმნას სხვადასხვა ენაზე და ასე ვთქვათ, ეს პოპულარიზაცია ამ მიმართულებით და როგორც თვითონ ეს კვლევარები ამ მიმართულებით ამბობენ, რომ პრაქტიკულად ეს უნიკალური შემთხვევა, როდესაც ესეთი მეფეთა მთელი დინასტია ესე იგი ახდენს ესე იგი სერიოზული ლირიკული ნამუშევრების შექმნას ეს სოფლიოს ანუ ქრისტიანულ სამყაროში ეს უნიკალური მოვლენაა და ჩვენ უნდა ესე ვთქვათ ხაზი გაუსვათ ჩვენს ამ და როდის მოხდება თქვათ იგივე რედაქციებში გადაგზავნა უკვე დასაბუთად. მოგახსენებთ, რომ ეს ჩვენ რეკომენდაციით მიმართეთ მერიას, რომ განიხილოს ეს პროექტი და უკვე შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, ამ წელსვე გარკვეული ანუ ესე იგი ხორცი შეესხმება. რამდენიმე ენაზე ითარგმნება, ხო, ქალბატონ? რამდენიმე ენაზე, დიახ, რამდენიმე გერმანული, ინგლისური, გერმანული, დიახ, რუსულ ენაზეც თუ ავსწრები. და როგორ მოხდება ამის პოპულარიზაცია, საელჩოებს დაეგზავნება თუ რამე? ეს უკვე კონკრეტული პროექტი, ანუ როგორც ჩამოყალიბდება ეს პროექტი, ანუ საბოლოო საკითხი, თქვა რამ ტირაჟი, რამდენი იქნება ილუსტრაციები და ყველა ეს საკითხი უკვე კონკრეტული მსჯელობის საგანი იქნება. იდეა არის ბრწყინვალე. მოდით, რადგან აქ ხართ, ვისარგებლებ ჩემთხოვით და სამალო გეგმებზე ვისაუბროთ თქვენი კომიტეტის რა არის კიდევ დაგეგმილი 2015 წლის ბოლომდე. კი ბატონო, ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობთ. იქნება ეს ადგილობრივი მუზეუმების, ბიბლიოთეკების განვითარება, ჩვენ ასევე რამდენიმე კვირის წინ საუბარი გქონდა ახალი მედიათეკის მშენებლობაზე და რეალურად კიკვიტის პარკში ახალი მედიათეკა აშენდება. ასევე მოგახსენებათ განათლების და კულტურის კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე არის ხედვები გვაქვს ჩვენ ბაგაბაღებთან დაკავშირებით 8 ბაგაბაღი აშენდება წელს მთელი რიგი ახალი
ჯგუფები იხსნება, ასევე ბაღებში ჩვენ სიახლეს უნერგავთ და იქნება სტრატეგიული ხედვები ჩამოყალიბდება დაავადება და პრევენციის კუთხით ბავშვებში. მთელი რიგი საგანმანათლებლო იგივე პროფესიული განათლების, ტრენინგების და მიმართულებითაც გვაქვს მუშაობა. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ, ეს არის ენისის წმინდასთან დაკავშირებით, სხვადასხვა აქტივობას ვგეგმავთ და აგრეთვე გვაჩნია, რომ ეგრეთ წოდებული მიუსაფარი მაწანწალა ბავშვები, რომელიც ქუჩაში გამვლას აუცილებლად ხდება და გულს უკლავს ამისი დანახვა. აი ამ პრობლემის ჩვენ ვუდგებით როგორც ვფიქრობ, როგორც კულტურის ნაწილს და ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ იგივე ეთნიკურად ბოშა ბავშვების ინტეგრაციის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი არის. რადგან აი საკითხი შევხვდით, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ძალიან საინტერესოა ნამდვილად თითოეული ადამიანისთვის და როდესაც თუ არსებობს მაგალითად გამოცდილება სხვა ქვეყნების, რა თქმა უნდა არსებობს აი პრობლემასთან გამკლავების, იმიტომ რომ როდესაც მიდის აი ბავშვებთან საუბარი, უკვე ისინი მიჩვეულები არიან ცხოვრების რიტმს, ისაც ცხოვრობენ, რომ ძალიან რთული იქნება ალბათ იგივე თავშესაფარში მათი მოთავსება, განთავსება, განათლების მიწოდება, მიღება, ხო, ანუ აი ამ ყველაფერს ალბათ ჭირდება რაღაც გეგმა, რომელიც უნდა იყოს გაწერილი, ალბათ გამოცდილება იმ დასავლეთის ან ევროპის რომელიმე ქვეყნის, რომელმაც ეს პრობლემა უკვე დაძლია. ძალიან მოკლედ შევეხოთ ამას, იმიტომ რომ ჩვენ დრო იწურება. კი ბატონო, ეხლავე მოგახსენებთ, ჩვენ უკვე შევხვდით UNICEF-ის წარმომადგენლობას და სწორედ 2014 წელს შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომლებიც თბილისში სწორედ აი ასეთ ადგილზე ლოკალურად მიდიან და ამ ბავშვებთან აწარმოებენ მუშაობას და ამ მობილურ ჯგუფებში ჩართული არიან ასევე ეგრეთ წოდებული თანაგანმანათლებლები, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ეგრეთ წარმატებული ბავშვი, რომელიც ქუჩას მოსწყდა, ესე ვთქვათ, უკვე წარმატებული არის და ესე ვთქვათ, ის ერთ ენაზე, საერთო ენას პოულობს და ხდება აი ამ მიმართულებით მათი ინტეგრაცია და მოგეხსენებათ თბილისში დღის ცენტრები არის, დღის და ღამის ცენტრები არსებობს და მათი მაქსიმალურად ესე მიიყვანა ჩართვა აი იმ საგანმანათლებლო პროცესებში, ფსიქოლოგებთან ურთიერთობა და ესე შემდეგ, რათა მათ ხელი შეუწყოთ და იგივე ვთქვათ თვითმმართველობას აქვს საშუალებაც, რომ მაქსიმალურად იგივე სახელოვნებო სწავლება იქნება თუ საგანმანათლებლო ალტერნატიული გზებში მაქსიმალურად ჩართო და მოვახდინოთ ამ ბავშვების ინტეგრაცია. ძალიან დიდი მადლობა კაპიტან თამარ საინტერესო საუბრისთვის. გამშვიდობებით, კეთილი სურვილებით. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ძალიან საინტერესო თემით.